მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ გიწევთ ერთსულოვნების სალონში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომელიც ალბათ ყველა წიგნიერი განათლებული ადამიანისთვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ წიგნის კითხვის კულტურა, წიგნიერებისადმი თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულება. ის თუ რამ მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ერი, რამდენად კითხულობს წიგნებს, რამდენად აქვს ტოლვა წიგნისადმი, კითხვისადმი, განათლების, ინფორმაციის მიღებისადმი. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ მოვიწვიეთ მწერალი დრამატურგი ბატონი მიხო მოსულიშვილი, ქალბატონი ქეთევან ნინიძე. იგი გახლავთ ერთ-ერთი დამფუძნებელი ასოციაციისა, რომელიც სწორედ წიგნიერების საკითხებს იკვლევს და წიგნის პოპულარიზაციას ახდენს. ამავე ასოციაციის წევრი, საბავშვო მწერალი ვასო გულეური და ქალბატონი ნუცა დეკანოზიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პოეტი. ალბათ არ წარმოადგენს დიდ საიდუმლოს და აღმოჩენას ის, რომ ძალიან ბევრადაა დამოკიდებული წიგნიერების დონეზე, წიგნიერების ხარისხზე თვითონ მთელი ერის მდგომარეობა. ის თუ რამდენად წიგნიერია, რამდენად განათლებულია ის, რამდენად გამომუშავებული აქვს მას წიგნზე მუშაობის უნარი, რამდენად შეუძლია და აქვს კულტურა ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავებისა, რა, ამაზე ბევრად არის დამოკიდებული ერისა და ქვეყნის წარმატება. ბატონო მიხო, თქვენ მინდა პირველად გადმოგცემთ სიტყვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, როდესაც ერი არის წიგნიერი. ხშირად გაიგონებთ და ბოლო ეს 20 წელია, როცა რაც ეს პროცესები ჩვენთან იცვლებოდა, გაიგონებთ ხშირად, რომ საქართველოში კითხვა არ უყვართ და რომ გაივლი მოსკოვში მეტროში და ლონდონში მეტროში და სულ კითხვა აქ არ კითხულობენ და არ არის სინამდვილეში ესე, მე არ მჯერა ეს, იმიტომ რომ ის ტრადიცია, რაც საქართველოში არსებობდა, ის რომ ვეფხისტყაოსანი გაეტანებინათ ხოლმე ქალის მზითევად, ანუ ეს ესეთი საგანძური იყო, რომელიც უნდა გაგეტანებინა. ამნაირი ტრადიციით ბევრი ქვეყანა ვერ დაიქვეყნის და ეს საქართველოში ეს არსებობდა. უბრალოდ იმ პირობებმა და იმ ეკონომიკურ მდგომარეობამ, რაც ქვეყანა ჩავარდა, განაპირობა ის, რომ გაუჭირდა ძალიან წიგნის შეძენა და ფიქრი იმასთან დაკავშირებით. წიგნის შეძენაზეც არ არის მარტო, ხო, წიგნი შეიძლება ითხოვო, გამოიტანო ვიღაც სხვას გამოართო, მაგრამ აი ეს მომენტია, როცა თქვა ფიქრობ რაღაც არსობის პულზე, რომ გადარჩენაზე ფიქრობ და იქ ძნელია უკვე თქვა გამოყოდრო იმისთვის, რომ წიგნზე იფიქრო. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებიც აი ტრადიციულად კითხულობდნენ და ისეთი ოჯახები იყო და დღესაც არიან ღვთის მადლით, რომ კითხულობენ და უყვართ კითხვა და ისე ზრდიან შვილებს, რომ უკითხავენ და მაინც რას ამითარებს წიგნის კითხვა? აი ამაზე რო ვისაუბროთ. აი ეს განსხვავებით ვიზუალური ხელოვნებებისაგან წიგნი ამითარებს ადამიანში წარმოსახვას. ის თქვათ, რაც შეუძლია წიგნს მისცეს ადამიანს, ეს არის აი იმის სწავლა, ცუდი რა არის და კარგი რა არის. აი შენი სულიერი სიმაღლე, შენი სულიერი სიმდიდრეა წიგნი. აი ეს პერსონაჟები, რომლებიც თქვათ ვეფხისტყაოსანი ვახსენე და ის გიბირებდა ის პერსონაჟები, როგორც იქ დადიან და როგორც ის მოძრაობენ, როგორი მეგობრობა შეუძლიათ, როგორი სიყვარული შეუძლიათ, როგორი მტრობა, ან მტერს როგორ უნდა ანუ ის ყველა ურთიერთობა, რასაც ჩვენ გვაძლევს ვეფხისტყაოსანი, ეს იქ წიგნში წაიკითხე, წამოხვედი ამაზე და როცა ფიქრობ ამაზე და როცა თქვათ აი ვიღაცას და მის ჯელობ და აი ფიქრობ აი ესეთი რატო იყო ავთანდილი და ავთანდილმა როგორ შეძლო ის რომ ტარიერის გვერდით დამდგარიყო და აი ეს ყველაფერი რანაირად ის გაჯეთის ციხეს როგორ იღებენ ის 300 კაცში შენი თავის გონია რომ აი შენც გინდა რომ მიხვიდე და ის გაჯეთის ანუ ეს წარმოსახვის უნარი ფანტაზიის უნარი და მე მახსენდება ერთი ფრანგი მწერლის ნათქვამი რომ ადამიანი წვეთს აზროვნებას როცა წვეთს კითხვას შეიძლება ეს ბოლომდე ესე არ იყოს, მაგრამ გარკვეულწილად ეს არის, იმიტომ რომ ფიქრისთვის მუდმივი სტიმული, მუდმივი მასალა, ასე ვთქვათ, საინფორმაცია განжиსათვის ეს არის კითხვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვს ერთ-ერთი აი ხორხე ლუის ბორხესი არის ესეთი არგენტინელი მწერალი, რომელსაც აქვს აი ესეთი რაღაც, რომ წიგნი არის სამყარო თვითონ. ანუ ის ძველი მოაზროვნეების გამონათქვამია, მაგრამ მას აქვს ეს გაკეთებული აი როგორც ჩვენც წიგნში შემავალი ასოები ვართ, წერტილები ვართ, ის არის ანუ ღმერთის შექმნილი დიდ სამყაროში, დიდი სამყარო შედარებულია წიგნთან. ქალბატონო ნუციკო, აი რა განსხვავებაა იმ ადამიანს შორის, რომელიც კითხულობს ბავშვობიდან წიგნებს და იმას შორის, რომელსაც უცხოა წიგნი? კარგი მკითხველი, ყოველთვის არის კარგი მოაზროვნე, მე ამაში დარწმუნებული ვარ. წიგნი პირველ რიგში ავითარებს აზროვნების უნარს.
მერე წარმოსახვის უნარს და აუცილებლად აკეთილშობილებს წიგნი, აუცილებლად, იმიტომ რომ ნუ საერთოდ ასე ამბობენ ხოლმე, რომ წიგნებს კითხულობთ იმიტომ, რომ შემდეგ დავივიწყოთ ის წიგნები, მაგრამ აი ამ დავიწყების შემდეგ რჩება ნალექად, შეგვიძლია ვთქვათ ზედნადებად, სულში სიკეთე, სიყვარული, გამოცდილება, თანაგანცდა და მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, რომ როდესაც წიგნს ვკითხულობ, უფრო უკეთესად მესმის ადამიანების. ანუ შევდივარ მათ მდგომარეობაში, უკეთესად ვაანალიზებ, უფრო ლმობიერი ვხდები, ლოიალური ვხდები. წიგნიდან გამოხედვა ცხოვრებაში გაცილებით იოლია. სომესეთ მოემს ერთ-ერთ მოთხრობას ასე იწყებს სომესეთ მოემი, რომ ადამ წიგნის კითხვას მიჩვეულ ადამიანს რომ არ კონდესო წიგნებიო, იგი დაიწყებსო ძველი გაზეთების კითხვას ან ტელეფონების წიგნის კითხვას. ან თუ ისიც არ ექნება ტელეფონების წიგნის კითხვას დაიწყებსო. აი ეს გამონათქვამი, აი ვინც მიჩვეულია წიგნის კითხვას, ის დამეთანხმება, რომ ეს არ არის გადაჭარბება მართლაც. ეს იმდენად ჩვევა არის უკვე ადამიანის და ეს არ არის ცუდი ჩვევა. რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა გავაკერპოთ მათ შორის ეს წიგნი, მაგრამ თვითონ ის რომ ადამიანს ჰქონდეს მოთხოვნილება, რომ სისტემატურად იკითხოს, ეს არის ძალიან პოზიტიური მოთხოვნილება და მნიშვნელოვანი მოთხოვნილება. აბსოლუტურად მართლა ბრძანებთ, წიგნის კითხვა ეს მართლაც ჩვევაა და როცა წიგნის სიყვარული ჩდება ადამიანში, ეს უკვე ჩვევაში გადადის და შემიძლია ვთქვათ, წიგნის გარეშე ძალიან ძნელი მართლა ვთქვათ, თუ წიგნი ვერ ნახა ადამიანი რაღაცა უნდა იკითხოს აუცილებლად. და ეს ყველაფერი ჩემი აზრით იწყება ბავშვობიდან, ძალიან ადრეული ბავშვობიდანაც კი, ვიდრე ბავშვი დაუშვათ სკოლაში მივა. და ამ ყველაფრის საფუძველი ჩემი აზრით ეს ოჯახია. იმიტომ რომ ფაქტობრივად ბავშვისთვის პირველი მასწავლებლები ესენი მშობლები არიან, ვიდრე თქვათ ბავშვი მივა საბავშვო ბაღში თუნდაც ან სკოლაში. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როდიდან დაიწყებს მშობელი ბავშვთან აი წიგნით ურთიერთობას. როგორ მივაწვით წიგნს ბავშვს, იმიტომ რომ ბავშვებს საერთოდ ხა ცნობილია რომ თქვათ თავსმოხვეული და ნაძალადები არაფერი არ მოსწონს და ძალიან ჭიეს ბავშვთან ხა ურთიერთობა თუ კი დააძალებ მას. ამიტომ ძალიან დიდი სიფაქეზეა საჭირო ბავშვს სწორად მივაწოდოთ და სწორად შევაჩვიოთ წიგნი და ვასწავლოთ წიგნის სიყვარული. ამაში ძალიან დიდი როლი ენიჭება, როცა მშობლები ბავშვთან ერთად კითხულობენ წიგნებს. მე არ ვიცი ხა დღეს რამდენად ქართველი მშობლები რამდენად ხშირად კითხულობენ თავის ოჯახში შვილებთან წიგნებს. ბავშვს უფრო მოსწონს ილუსტრირებული წიგნები, მაგრამ აი მშობელი მას აწვდის რაღაცა ტექსტს, რაღაცა შინაარსს, რაღაცა გართობასთან, თამაშის ელემენტებთან ერთად ნენელა ბავშვი ცნობიერებაში ჯდება, მტკიცედ და სწორედ აქედან ყალიბდება ის სიყვარული, რომელმაც შემდგომში უკვე თვითონ უნდა გადააწყვეტინოს ბავშვს, აიღოს წიგნი და თვითონ წაიკითხოს. მარტო ნახატებიანი კი არა, მე ჩემ მანის უკითხავდი პეპი გძელიძინდას და კარლსონს. არაფერი ნახატი არ ქონდა, მაგრამ ის ხედავდა იქ რა. ანუ გააჩნია რა მწერალი და ვინ მარტო ნახატიანი არა. ძალიან პატარაა საქმე, ვიდრე მე ვიგულისხმობ და 2-3 წლის. ის ნამდვილად არ არის. შეიძლება ზოგმა თქვას რომ ეს ისეთი ასაკი, როცა არ უნდა უკითხოთ. მე დარწმუნებული ვარ, უნდა უკითხოთ. 2 წლის ბავშვსაც უნდა უკითხოთ და 3 წლისასაც. აი ეს ძალიან მანამდეც რა თქმა უნდა. აი მაგიტომ ვთქვი რომ ბავშვისთვის იმ პერიოდში ილუსტრირებული წიგნით არის ერთგვარი ინტერესის გამოღვევებელი და შემდგომ უკვე ამას მოყვება ტექსტი, რომელსაც მშობელი უკითხავს. და აქედან ნაბიჯ ბავშვი მიდის წიგნის სიყვარულამდე. ინდოეთში ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული მისიისთვის ამზადებენ, იმას სულ ჩვილობის ასაკიდან უკითხავენ ურთულეს ტექსტებს, რომელსაც ვერ გაიგებს ის, რა თქმა უნდა, ეს შეხედვით ის ვერ იგებს, მაგრამ როგორც ჩანს ისინი თვლიან, რომ ბავშვის გონებაში მაინც ეს რჩება, რაღაცა ნაწილი რჩება და ასე წიგნის კითხვით ზდიან მას. რამდენობა დღეს წიგნიერების თვალსაზრისით, რამდენად კითხულობენ დღეს წიგნებს, რამდენად უყვართ წიგნი? იცით რა არის, ხშირად საუბრობენ, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე, რომ არ უყვართ ახალგაზრდებს კითხვა. თუმცა, მე მაგათაც ჩემს გარშემო მონაცემებით ვთქვათ ვიტყოდი, რომ შეიძლება ესე არც იყოს, იმიტომ რომ ვთქვათ არ არსებობს არც კვლევები მაგალითად იმის შესახებ, ვთქვათ რამდენად წიგნებს კითხულობენ დღეს საქართველოში, ვთქვათ. არსებობს წიგნიერების დონის განმსაზღვრელი საერთაშორისო კვლევები, მაგალითად PIRLS-ი არის ერთი ესეთი კვლევა, რომელიც უშუალოდ იმ უნარებს ამოწმებს
თქვათ, რაც მხოლოდ წიგნების კითხვას არ უკავშირდება, შეიძლება თქვათ ეს ზოგადად კითხვის უნარი იყოს. ამ კვლევის მიხედვით საქართველოს საშუალო სკალირებულ ნიშნულზე დაბლა დგას 12 ქულით. ნუ ეს რა თქმა უნდა გვანიშნებს იმას, რომ გარკვეული პრობლემები არის. და ხაი კვლევა იცით მოიცავს ტექსტის გააზრებას, რამდენად ესმით მოსწავლეებს ეს კვლევა ტარდება მეოთხე კლასელ მოსწავლეებს შორის. მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან კარგია რომ საქართველოს ჩართულია ამ კვლევაში 2011 წელს ბოლოს ჩატარდა ეს კვლევა და კვლევის მონაცემების შედეგების მიხედვით საქართველოს 2006 წელთან შედარებით 17 ქულით გააუმჯობესა შედეგები. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, როგორც მოგახსენეთ, არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რამდენად კითხულობენ წიგნებს. ეს არ არის ამის მაჩვენებელი კვლევა, ეს არის წიგნის, ესე იგი, კითხვის აღქმის, ესე იგი, ინტერპრეტაციის, დიახ, უშუალოდ უნარების მაჩვენებელი კვლევა. ანუ ეს მაინც სხვა არის. ის კვლევა, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად კითხულობს ჩვენი ერი წიგნებს, ესეთი კვლევა მაინც არ არსებობს. იცით, აი ბოლოს ახლა რამდენიმე დღის წინ დავესწარი სწორედ პრეზენტაციას ეროვნულ ბიბლიოთეკაში. არის ესეთი ორგანიზაცია Next Page Foundation და იმის მიხედვით, ესე იგი რაღაცა პროგრამის უბრალოდ არ მახსოვს, ფარგლებში ჩატარდა საქართველოში წიგნის კითხვის კვლევა. თუმცა ეს იყო მაინც 1000 კაცში ჩატარდა გამოკითხვა, ნუ იმდენად მასშტაბური, ვთქვათ, ვერ იქნება რა ის სრული საქართველოს. რა 1000 კაცი თუ კარგად არის შერჩეული, აი ასაკობრივი ჯგუფებია, გათვალისწინებული სქესობრივი ჯგუფები, ასე შემდეგ, სოციალური ჯგუფები საკმაოდ რეპრეზენტატიული რაოდენობა არის. და რა აჩვენა ამ კვლევას? იცით რა, კვლევის მონაცემები სხვადასხვა ვთქვათ კომპონენტები იყო გაანალიზებული. მაგალითად მე ხა ვასო საუბრობდა ოჯახური წიგნიერების კულტურაზე საქართველოში და საკმაოდ სავალალო იყო მართლაც თუ რამდენი პროცენტი არ უკითხავს წიგნებს შულს ოჯახში. და აღმოჩნდა რომ 51% პასუხობს არას კითხვაზე უკითხავთ თუ არა წიგნებს. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია თავისთავად. ძალიან სასურველი იქნება თუ ზოგადად ყველა ის სფერო, ყველა ის სექტორი, რომელიც წიგნიერების გადაჭრის პრობლემებში შეიძლება თანამონაწილეობდეს, აქტიურად უნდა მუშაობდეს, ფიქრობდნენ იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს. და გადაჭრის გზებს რაღაცნაირად ერთად ეძიებდნენ. ყოველთვის ვეკითხები მე ხოლმე ახალგაზრდებს, როდესაც მათთან მაქვს ურთიერთობა, რომ აი რამდენად კითხულობენ ისინი, მათ წრეში თუ კითხულობენ წიგნებს. მე მგონი მაინც გაუმჯობესებისკენ მიდის საქმე. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამაში ეს არის სასკოლო სახელმძღვანელოები და ის ტექსტები, რომლებიც არის შეტანილი სასკოლო სახელმძღვანელოებში. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, აქტუალური და ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ სერიოზული მუშაობა მიდის ამ მხრივ. ხორციელდება რამდენიმე პროექტიც და ანუ ბავშვს აიწევან კეთე მახსენა სწორედ წიგნიერებაზე საუბრობდა და თქვა პირველი კვლევის შედეგებით რამდენი ქულა გვაქვს საქართველოს. ანუ რას ნიშნავს წიგნიერება? შეიძლება ამაზეც ვილაპარაკოთ. წიგნიერება ეს არის მხოლოდ ის კითხულობ თუ არა წიგნებს, თუ წიგნიერება ეს არის ის რამდენად შეგვიძლია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა აღქმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დავუშვათ ერთ-ერთი ის რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში იყოს შეტანილი ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ტექსტებიც, როცა ბავშვს არა მხოლოდ ხატრული რა თქმა უნდა ხატრული უნდა იყოს და ამასაც ალბათ სჭირდება გადახედვა, იმიტომ რომ გარკვეული გადახალისებაც უნდა მოხდეს. იმიტომ რომ დღეს ასეთი გადაუხრო ამ თემას, ესეთი მსმენია აზრი რომ თქვა თანამედროვე თქვა საბავშვო ლიტერატურა თითქოს არ იქნება. და ბავშვებში ესეთი სტერეოტიპია დამკვიდრებული, მე თვითონ რამდენჯერმე შევხვდი ამას, რომ როცა ამჯერ ბავშვებთან შეხვედრა მქონდა და მასწავლებელს მომიწია რომ ეს საბავშვო ავტორი შეხვდეს, ბავშვებს გაკვირვებიათ მასწავლებელი ცოცხალიო და აქედან ესე დასკვნა გავაკეთე რომ ბავშვებს აქვს ერთგვარი ის სტერეოტიპი ჩამოყალიბებული რომ საბავშვო ავტორი უნდა იყოს მაინც გარდაცვლილი. თანამედროვე არ არსებობს ლიტერატურის წერლის მიმართ არის საქართველოში, იმიტომ რომ იმდანაც საკრალურია ლიტერატურისადმი დამოკიდებულება, რომ აი ვერ წარმოუდგენიათ რომ ყოველდღიურობაში შეიძლება ქონდეთ შეხება. ეს არ არის სხვათა შორის. მარტო საკრალობასთან არ არის დაკავშირებული, საკრალური ადრეც იყო, მაგრამ მაშინ წერალი და პოეტი ჩანდა. დღეს ნაკლებად ჩანს. დღეს ნაკლებად ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ვის ვხედავთ ჩვენი ტელევიზიების ეკრანებზე, ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, ნაკლებად ჩანან წერლები, ნაკლებად იწვევენ მათ, ნაკლებად აინტერესებთ მათი აზრი, არა და ეს ძალიან ცუდი ნიშანია ჩემის აზრით. თვით განვითარებულ ქვეყნებშიც მაინც საკმაოდ მცირე ნაწილი იყო ისეთი, ვინც ინტენსიურად კითხულობდა წიგნებს. ანუ წიგნის კითხვა ეს არ არის რაღაცა მასობრივი მოვლენა არსად.
რაღაც აი მე გულისხმობ ისეთ წიგნის კითხვას, როდესაც აი პროფესიონალი ბჭყალებში წიგნის მკითხველი ადამიანი, როდესაც მთელი ცხოვრების მანძილზე იგი სულ მუდმივად კითხულობს წიგნებს. ასე რომ გარკვეულწილად წიგნს მაინც საზოგადოების მცირე ნაწილი კითხულობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ჩვენი მისწრაფება უნდა იყოს იქით, რომ აი ეს რაოდენობა მაქსიმალურად გაიზარდოს. მაქსიმალურად მეტი მკითხველი გვყავდეს და თანაც კითხულობდნენ, აი რას კითხულობდნენ, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება ახლა ნებისმიერ რამის მკითხველი ადამიანი წარმოვიდგინოთ მკითხველის იდეალად. და აი მაინც დღეს რას კითხულობენ უფრო მეტად, არა? მე წავიკითხო ჯობია სამი მუშკეტერი ვიდრე ჰარი პოტერი თუ რომელი ჯობია და ის როგორ არის ეს გარკვეულად უნდა ისწავლებოდეს, უნდა ვასწავლდეთ, უნდა ჩვენ გქონდეს ამაზე გადაცემები, ამაზე უნდა მუშაობდეს მწერალთა კავშირი, ტელევიზიები, ეწყობოდეს ეს შეხვედრები, გასვლები, აი ვასილ ამბობდა სკოლის ბავშვებთან წერილები, ცოცხალი მწერალი უნდა ნახონ იმათ და უნდა ირჩეოდეს ეს, უნდა ამას გქონდეს ორგანიზებული ხასიათი. უნდა იყოს ეს ურთიერთობა ბავშვებთან, სკოლასა და მწერალს შორის უნდა არსებობდეს ეს ურთიერთობა. თქვათ ის როცა ის შეხვედრა საწყობი, ის შენი გირჩევს კიდე თქვათ რაღაც წიგნები. ჰერმან ჰესეს აქვს ჩამოთვლილი თავისი ბიბლიოთეკა. რა უნდა წავიკითხოთ ჩვენ? აქვს ესეთი ბიბლიოთეკები შედგენილი ბორხეს, აქვს შედგენილი წერილებს, რომლებიც აი თქვათ ურჩევდნენ პატარა ბავშვებს, სკოლის ბავშვებს. ეხლა ჩვენმა ჟურნალებმა შეადგინეს ესეთი სიები 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, 100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო. თქვათ შორის მედიას, ესე იგი მედიის წარმომადგენლების მიერ მსმენია ესეთი რიტორიკა, რომ ესე იგი ჩვენ კითხვალის მომხმარებლის დაკვეთაზე, ნუ ეს მასობრივი კულტურისთვის განუყოფელი მოთხოვნა, თუმცა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც ჩვენ ვართ, აი ბატონმა მიხომ ბრძანა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ თქვათ, ესე იგი მედიის წარმომადგენლებმა, ლიტერატურის თქვათ წარმომადგენლებმა, წერილებმა შევასრულოთ არა მხოლოდ მომხმარებლის მკითხველის ამ შემთხვევაში დაკვეთა, არამედ ჩვენ შევთავაზოთ რაღაც ახალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მხოლოდ იმ იმპულსებზე და იმ გზავნილებზე რეაგირებით, თქვათ, ვერ განვითარდება ხო საზოგადოება. რაც მათგან მოდის ისება მე მგონი იმას უფრო ადვილად ეწაფება მოდეს მოზარდი. რაც მიიწოდება. მნიშვნელობა აქვს ამ წიგნიერების გადაწყვეტის საკითხში ოჯახის ინსტიტუტს. აი ადრე ბებიები და პაპები ითავსებდნენ ხოლმე ამას, როდესაც მშობლებს არ ეცალათ, მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემს მაგალითზე, ყოველთვის ისხდნენ, მიკითხავდნენ, მშობლებს მუდმივად არ ეცალათ, ბებიები, პაპები მიკითხავდნენ. ნუ ახლა როგორც წესი ეს ხდება, ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობს ცალკე, ნუ რასაკვირველია რომ მოიტანა და ამაში მეც უც ვერაფერს ვერ ხედავ და ბავშვები სხედავ მთელი დღე ინტერნეტში. ანუ მათი გონება შეეჩვია დაპრესილ, სწრაფ, მოკლე ინფორმაციებს. ვიზუალური ინფორმაცია კი და მათ აღარ რჩებათ დრო, საშუალება, რომ წიგნები წაიკითხონ, იაზროვნონ, რაღაც გაანალიზონ. პირლსის კვლევა ვახსენეთ და მან თქვენ რასაც ძალეთ, თუმცა არის ესე იგი პირდაპირ მიმართება ბავშვების წიგნიერების დონესა და იმ მონაცემთან თუ რამდენი წიგნი ინახება მათ სახლში. ანუ ეს ნამდვილად დამტკიცებულია, რომ ეს პირდაპირ პროპორციულია, ეს არის ფაქტი. ეს არის სწორი დაკვირვება. ანუ წიგნები რაც უფრო მეტია წიგნი არის სახლში, ეს განაპირობებს დიახ წიგნიერების დონეს. ალბათ რო უყურებს ამ წიგნებს, მაინც საუბრობთ ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ აი ბიბლიოთეკების როლი საკმაოდ უნდა წინ წამოეწიოს, ისევ ჩემი აზრით. ახლა მე მახსენდება ჩემი ბავშვობის პერიოდი, როცა მივდიოდი ხოლმე ჩემს ბებიასთან სოფელში და იქ სოფელში იყო ორი ბიბლიოთეკა, წარმოდიეთ მაშინ და ორი ბიბლიოთეკაში ჩაწერილი იყავით, ორივეკან გამომქონდა წიგნები. დღეს არც ერთი ბიბლიოთეკა აღარ არის იმ სოფელში. და არა მარტო სოფელში, ქალაქებშიც ახლა ბიბლიოთეკები გაუქთა. ფაქტობრივად გაუქთა ბიბლიოთეკები და არ ხდება მუნიციპალური ბიბლიოთეკები, მაგრამ აი პრობლემა მასაც შენს ეს თბილისში, მაგრამ დაუშვათ კი რეგიონებში, სოფლებში ეს აღარ არის. არ არის და ალბათ ძალიან დიდი სახელმწიფო პროგრამა. არა და ბიბლიოთეკას თქვა ყველგორის ქვეყნებში ძალიან დიდი როლი აქვს და ძალიან აქტიურად არიან მონაწილეობენ თქვა იქ ბავშვის კითხვის დაინტერესებაში. დიახ, აი ცებრძანებდა რომ ბებიებს, ბაბუებს ჩვენი მშობლების თაობაში ალბათ უფრო ეს არა მხოლოდ საქართველოში და არა მხოლოდ ადრე იყო, არამედ დღესდღეობით აი იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრი
საოჯახო წიგნიერების პროგრამა ხორციელდება, რაშიც უშუალოდ უდიდესი როლი ენიჭებათ ბაბუებსა და ბებიებს ევროპის, აფრიკის, აზიის ქვეყნებში და გამოკვლეულია, რომ ბაბუების და ბებიების როლი ბავშვების წიგნიერების ამაღლებაში არის განუსაზღვრელად დიდი. ევროპის ქვეყნებშიც. ევროპის ქვეყნებში, ხასია მაგალითად გერმანიაში, ჰამბურგში. ზოგიერთი ოჯახი ასეთ ხერხსაც მიმართავდა, რომ ოდესაც ატყობდნენ, რომ პატარა ბავშვი არ მაცობს, არ კითხულობს წიგნებს, ისეთ წიგნებს, რომელიც სახელმძღვანელოები არ არის. მას წაუკითხავდნენ ამ წიგნის ნაწილს და მე უტოვებდნენ. მე ეუბნებოდნენ, რომ ახლა შენ გააგრძელე. ესე რამდენჯერმე და საბოლოო ჯამში ამას შედეგი გამოქონდა ხოლმე. ბავშვი თვითონ იწყებდა უკვე კითხვას და რო იწყებდა შეიძლება პირიქით მე ისეთ მასშტაბებისთვის მიეღწია ამ კითხვით, რომ იქით ეთქვათ, რომ ამდენი აღარ გინდა თვალები და ასე. გარკვეული ინტრიგა და აი პატრიარქი ძალიან ხშირად სვავს ხოლმე ამ კითხვას. ბოლო წლების მანძილზე თითქმის ყველა შეხვედრაზე, თითქმის ყველა გასაუბრებისას ინტელიგენციასთან, მწერლებთან, ჩვეულებრივ ადამიანებთან, როგორ მივაჩვიოთ ბავშვების კითხვას, როგორ დაუბრუნოთ ბავშვი წიგნს. იმიტომ რომ თუ წიგნი არ იკითხა ადამიანმა, მას ის ღრმა აზროვნებას ვერ მიეჩვევა. მისი თვალსაჩინო არ გააფართოვდება, ესე იგი, სიღრმეში არ წავა. ეს იქნება ძალიან ზედაპირული და ხა როდის იყოს ზედაპირული ადამიანები რაიმეს აღწევდნენ. თანამედროვე ცხოვრებამ გამოიწვია ის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება ადამიანს, რომ თავისი პროფესია აითვისოს. ანუ პროფესიის ათვისება ძალიან დიდ ენერგიას და ძალას ითხოვს. ანუ ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაცია უნდა მიიღო, იმიტომ რომ ყველა დარგში დაგროვდა ძალიან დიდი ინფორმაცია, ამან გამოიწვია სულ უფრო ვიწრო სპეციალიზაციების გაჩენა და გარკვეულწილად ესეც ხელშემშლელი ფაქტორია, იმიტომ რომ ადამიანს, როდესაც ახლა ვთქვათ, ბიოქიმიაში მუშაობს, ის მთლიანად ამაშია ჩაფლული და შეიძლება სხვა რამეში ძროც აღარ დარჩეს, იმიტომ სხვანაირად პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდება. შეიძლება ესეთი შემოპასუხებაც არსებობს ხოლმე, მაგრამ მე მაინც ესეთი ეჭვი მაქვს, რომ რა სპეციალობის მიმდევარიც არ უნდა იყოს ადამიანი, რაღაცა ტიპის ზოგადი განათლება ყველას სჭირდება. აი, მახსენდება და ეს მარტო რო არ ვიყო ჩემს არგუმენტში, მოვიშველიებ ალბერტ აინშტაინს. ის ამბობდა საოცარ სიტყვებს, რომ ჩემს სამეცნიერო შრომებში უფრო მეტად გამომადგაო დოსტოევსკის სასახელებზე და მე მგონი ტოლსტოისაც რატომღაც რა წერილს სასახელებდა. აი მათი ნაწარმოებების კითხვა უფრო გამომადგა, მივიდა რომელიმე მათემატიკის სახელმძღვანელოსი. ახლა რას გულისხმობს ის? ის გულისხმობს ალბათ იმას, რომ უბრალოდ აი ამ მაღალი დონის კლასიკას როცა კითხულობს ადამიანი, აი ეს აზროვნებას ავარჯიშებს, მისას გონებას უმახვილებს. ადამიანები, რომლებიც მეცნიერებაში ღრმად არიან, ისინი ლიტერატურაშიც ღრმად არიან და ზუსტად ხედავენ ყველაფერს. სხვანაირად ვერ იქნებოდნენ. აინშტაინის მაგალითი ძალიან კაი მაგალითი იყო დოსტოევსკის დანაშაულმა საჭიროა მე მაპოვნინა კვანტობითობის თეორიაში პირველი რამ. როგორ დაუბრუნდოთ ადამიანი კითხვას, ან როგორ მოვაქცინოთ წიგნის პოპულარიზაცია. ჩვენ რაღაც ნაწილობრივ ვახსენეთ ეს ხერხები, მაგრამ ალბათ უფრო მეტი რამის გაკეთება შეიძლება. აი თქვენ უშუალოდ ამ საქმეს ემსახურებით და აი რა საკეთებთ თქვენ? როგორ აკეთებთ? რა შედეგები გაქვთ იქ? შედეგები ჯერჯერობით ცოტათი ადრეა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ სულ 2 თვეა რაც ჩამოვაყალიბეთ ეს. ჩვენი ხედვა ასეთია, რომ აი სწორედ ის სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები, მაგალითად ბიბლიოთეკის სექტორის წარმომადგენლები, საგამომცემლო სექტორის, არასამთავრობო სექტორის, ცხადია განათლებისა და კულტურის სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ძალიან აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ აი თანამშრომლობა იყოს თითოეულ ამ რგოლს შორის იმ მიზნის მისაღწევად, რომ განვითარდეს საზოგადოებაში წიგნები, მობრუნდეს საზოგადოება კითხვის მიმართ. უპირველეს ყოვლისა უნდა ჩატარდეს კვლევები, მოხდეს პრობლემების აღმოჩენა, რეალურად რაში მდგომარეობს. ჩვენ ცხადია გვაქვს რაღაცა წინასწარი მოლოდინი, განწყობა, თქვათ რა შეიძლება რომ ეგრევე ასამბრძანა სახელმძღვანელოების პრობლემა ის რომ შეიძლება ვთქვათ სხვადასხვა საბავშვო გამოცემები მაგალითად არ იყოს გათვლილი ზუსტად რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვისთვის და ნუ ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემები. ეხლა სწორედ მაგალითად ჩემი შვილი არის წლინახევრის
და ვყიდულობთ მისთვის წიგნს, რომელიც უნდა მოიცავდეს წესით იმ ლიტერატურას, რაც ამასაკობრივი ჯგუფის ბავშვს დაინტერესებს, თქვათ ლექსები ძალიან მარტივი, ხო? აი, არ არის ესეთი ტიპის გამოცემები, იმიტომ რომ ძირითადად არის თქვათ შერეული ლიტერატურა, ერთი ლექსი არის თქვათ უფრო მოცულობითი, მეორე უფრო პატარა. ანუ პოლიტიკა საგამომცემლო უნდა იყოს აქეთ მიმართული სწორედ, რომ ასაკობრივი ასაკი გაითვალისწინოთ. არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ ტექნიკურად, იმიტომ რომ თქვენ ბრძანებდით წაღან წიგნის კითხვა, თქვათ, როგორ მოვახდინოთ პროვოცირება მოსწავლეებში. მე მაგათაც როდესაც ვასწავლდი პირველ საჯარო სკოლაში, ესეთი ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ ესე იგი საბავშვო წიგნს ვაკითხებდი, მადიკენი ქვია ამ წიგნს. მაშინ მახსოვს, ძალიან დიდი ძებნა დამჭირდა ისეთი წიგნისა, რომელიც ტექნიკურად შესაბამისი იქნებოდა სტრიქონზე სიტყვების რაოდენობით, თქვათ, ესე იგი შრიფტის ზომით, სიტყვების რაოდენობით გვერდზე. ანუ მე ზუსტად ეს სტანდარტები მაშინ არ ვიცოდი და საქართველოში არც არსებობს ესეთი სტანდარტები. თუმცა მახსოვს, რომ აი რომ მივაკლია ამ წიგნს ძალიან მიხაროდა, ვაკითხებდი ის კლასგარეშე დამხმარე ლიტერატურად სკოლაში ბავშვებს და ისინი იმდენად იყვნენ დაინტერესებული აი ამ კითხვის პროცესით, რომ ჩვენ რომ მოვნიშნავდით, თქვათ, სადამდეც უნდა გვეკითხა, იმის შემდეგ აუცილებლად კითხულობდნენ ჩუმად მაინც და ეს პროცესი თავისთავად მათთვისაც ძალიან სასიამოვნოა. აი ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ყავდა მოწვეული ერთი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც საგამომცემლო საქმესთან იყო დაკავშირებული და მან თქვა, რომ როდესაც ის სკოლაში ასწავლიდა ბავშვებს, საკმაოდ იოლად მოახერხა ის, რომ ბავშვებში განავითარა წიგნის კითხვის სურვილი. ანუ მე არ მეგონაო თუ ეს ასე ადვილად გასაკეთებელი. ანუ ისე რთულიც არ არის ეს საქმე. იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები არიან ესეთი ნიჭიერი ბავშვები ყავს შენა აზროვნებისკენ მიდრეკილი. ანუ ამას ხელი შეწყობა უნდა. რაღაც მე სულ მეჩვენება რომ ის შინაგანი შესაძლებლობა რაც არის ქართველ ადამიანში, ესე იგი აზროვნებისაკენ, რაღაც ანალიზისაკენ, წიგნის სიყვარულის გამო არ არის ბოლომდე გამოყენებული და სულ გული მწყდებოდა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ხო თქვენც ახსენეთ ეხლა რომ სულ იყო შედარება რომ აი მოსკოვში კითხულობენ ჩვენთან ნაკლებად კითხულობენ იმიტომ რომ იქ სულ ყველგან ტრანსპორტში ეჭირათ ხოლმე წიგნები რაღაც ეს ყველას თვალში ხდებოდა ხოლმე არის ძალიან დიდი მუშაობა იმისთვის ჩატარებული რომ წიგნის კითხვა შეაყო დაწყებული მაგალითად პატარა ვიდეო რგოლები და რომელიც ინტერნეტით ვრცელდება და ნუ იქ წიგნიერების ძალიან დიდი პოპულარიზაცია ძალიან სერიოზულად ხდება სწორედ ამიტომაც აი იმ ხუთეულში შედის წიგნიერების უმაღლესი მაჩვენებლის მიხედვით რუსეთი. ხოდაშვილის აი ერთ-ერთი თქვა ასაკობრივი ჯგუფები ბავშვებისთვის და ეს მართლა მნიშვნელოვანია და აქ გამომცემლობებს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ. ერთ-ერთი პროექტი რომელიც ახლა მიმდინარეობს გამახსენდა სწორედ ეს არის გამომცემლობა საუნჯის პროექტი ბიბას წიგნები ეს არის ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის და სწორედ იქ განსაზღვრულია რომ ყველა წიგნს აქვს აწერია ასაკობრივი ჯგუფი ანუ იმისთვის რომ თქვა გაადვილდეს მშობელს გაუადვილდეს იგივე რომელი ასაკისთვის არის ეს წიგნი. თქვა არის პირველიდან 1-დან 3 წლამდე 3-დან 5 წლამდე ასე შემდეგ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სპეციალური მეთოდები არსებობს, თქვა იგივე ლექსში ან მოთხრობაში რამდენი წინადება უნდა იყოს, რამდენი უცხო სიტყვა უნდა იყოს, რომ ეს ბავშვისთვის არ იყოს რთულად გასაქმე. ამას გამოყენება უნდა ცხადია სპეციალისტები მამაში მუშაობენ უკვე საქართველოში. მე საბას წლევანდელ წარდგენილ კანდიდატებს გადავხედე ნომინაციების მიხედვით და 70-მდე წიგნია თარგმანში, როცა თქვა პოეზიაში არის 20, პროზაში არის თქვა რაღაცა, ნუ რამდენიმე ათეული. აი ისინი 70-მდე თარგმანი არის წარდგენილი სხვადასხვა განაცემლობების მიერ. და იქ არიან კარგი მთარგმნელები, რომლებიც თქვა აი შეიძლება რომ გამოარჩიო და მხარი დაუჭირო და ურჩიო რომ აი ეს წასაკითხია, ეს ძალიან თუმცა იგივე ახლა საბა ახსენეთ და თქვა საბას უკვე მე-11 წელია თუ არსები მიმდინარეობს და დღემდე არ აქვს ნომინაცია საბავშვო ლიტერატურა და ამაზე არაერთხელ ითქვა დაიწერა კიდევაც და საერთოდ საბავშვო ლიტერატურას თქვა კონკურსები არის ერთგვარი წახალისებაც ავტორებისთვის და პოპულარიზაციაც ცხადია, იმიტომ რომ ის ნაწარმოები რომელიც გავა ბავშვებისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული ხდება და საბავშვოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ალბათ იფსახურებს იმას რომ იყოს და კი ცალკე უნდა არსებობდეს ალბათ თავისთავად საბაც თვითონ ძალიან დიდი და ძალიან სერიოზული პროექტია, იმიტომ რომ საბა ახდენს აი სწორედ იმ წიგნის პოპულარიზაციას. ეს არის საზოგადოების შეიძლება წიგნი იწერებოდეს, მაგრამ ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ სწორედ პოპულარიზაცია. ხო, ამით შეეუბნები, რომ თქვა აი პოეზიაში აი ეს ნომინანტებზეც უკვე ინტერესი ჩნდება. ფოტოშორის ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ უკვე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფიქრობს აი ამ თქვათ შედეგების ესე იგი შეფასებაზე, იმიტომ რომ სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს რამ განაპირობა, რა ფაქტორების თქვათ შიდა სამინისტრო საქმიანობამ, რეფორმამ თუ რაღაც გარე ფაქტორებმა რამ განაპირობა აი ეს წინსვლა. რომ შემდგომში პოლიტიკის ნაწილი იყოს იმ ფაქტორების გაძლიერება, რაც რეალურად განაპირობებს ამ წინსვლას. ჩვენ საბავშვო წიგნებზე ვლაპარაკობდით, ამაზურად იქ არ უნდა იყოს პროცენტულად და რაოდენობრივად უცხოეთიდან თარგმნილი წიგნები ძალიან ისეთი დიდი რაოდენობით, როცა ჩვენ დავჭრდილავთ ჩვენ ქართველ ავტორებს, რომლებიც აი ვასო გულეული ყავს აქ, რომელიც საბავშვო პოეზიას წერს და მისი ბევრი წიგნები არის გამოსული. არის მარიამ ციკლაური, არიან აი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამაში და ის ძალიან საინტერესოა, რაც ისინი არ უნდა დაიჭრდილონ ესენი, უნდა ჩანდნენ ესენი, რომ აკეთებენ ამას და უნდა გამოდიოდეს იმათ გვერდით უნდა იყვნენ ესენიც. მეორე მომენტიც არის აქ. ამათ უნდა იგრძნონ ის, რომ კონკურენტულ გარემოში არიან ჩართული არა მარტო ქართულ რეგიონალურ მწერლებთან, არამედ უცხოეთში რომ რაღაცებს წერენ სერიოზულად, აი მათ გვერდში უნდა იგრძნონ და ისე უნდა იმუშაონ ამათ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ არ უნდა დავჩაგროთ და უკან არ უნდა დავწიოთ ესენი და მარტო ისინი არ უნდა გამოდიოდნენ. პირველ რიგში მშობლიური ლიტერატურა უნდა შევაყვაროთ ბავშვს და ამისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ, რადგანაც თვითონ ენა გვაძლევს იმის საშუალებას ვიცხოვროთ იმ სამყაროში, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ენა. ნუ რაღაც ეს თქმა გამომივიდა, მაგრამ ნამდვილად ასეა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ გარემოში, რა წიაღსაც, რა სივრცესაც გვაძლევს ენა. ანუ ეს ენა, ჩვენი მშობლიური ენა არის ჩვენი მენტალიტეტის, ჩვენი აზროვნების განსაზღვრელი, ხო? ჩვენ ერთ-ერთი გადაცემა ქონდა კიდევაც ამაზე და ელემენტარულად ფერებიც კი სხვადასხვა ენაში სხვადასხვანაირია. სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვის მქონია. სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვის მქონია. ანუ ჩვენი ენა ჩვენთვის არის უნივერსალური ყველა შემთხვევაში. ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ენა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს კარგად, აი ენის სიღრმეში წვდომა. მე არ ვიცი როგორ გამიგებს ამას მსმენელი, მაგრამ მე მომხრე ვარ იმისა, რომ ბავშვმა ჯერ ბოლომდე საფუძვლიანად აითვისოს ქართული, საფუძვლიანად ჩაწვდეს მის სიღრმეებს და შემდეგ გადავიდეს უცხო ენაზე. უკეთესი მიღწევა ექნება უცხო ენებშიც ამ მხრივ და ის გაიზრდება ნამდვილი მენტალური მე გეთანხმებით აბსოლუტურად. მე მგონი ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია. ძალიან ადრეულ ასაკში მეორე ენის დაწყება არ მგონია ეს მოსახერხებელი და გონივრული. და გამოდის ისე რომ ვერც ქართულს ფლობენ, ვერც უცხო ენას კარგად და შინაარსით, არსით გამოდის ადამიანი უკვე გაორებული და ძალიან ცოდოა ბავშვი. კიდევ ერთ დეტალს მივაქცევ თქვენ ყურადღებას. როდესაც ბავშვი ეცნობა ქართველი მწერლის ან პოეტის შემოქმედებას, უფრო მეტად ამით მის ცნობიერებაში შემოდის ბევრი ისეთი ქართული სიტყვა, რომელიც ყოფაში მას არ ხვდება. ანუ ლექსიკური მარაგი უძლიერდება. რა თქმა უნდა, თარგმანში შეიძლება შეხვდეს ესეთ სიტყვებს, მაგრამ ისეთი რაოდენობით მაინც თარგმანში ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეს მაინც ქართული რეალობისთვის, ქართული ყოფისთვის არის დამახასიათებელი. იქ შემოდის რაღაც ქართულ ეთნოგრაფიასთან დაკავშირებული რაღაც ტერმინები, სიტყვები, საქართველოს ისტორიასთან, საქართველოს კუთხეებთან, იქ რაღაც დიალექტიზმებით შეიძლება შემოვიდეს, კილოკავებთან მისთვის დამახასიათებელი სიტყვები. ეს ყველაფერი სხვანაირად ზდის ბავშვს. კიდევ ერთ ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი, პოპულარიზაცია საჭირო იმ მხრივ, რომ აი ქვეყნის ბომონდი იყოს არ მხოლოდ მუსიკოსები, მოცეკვავეები, მსახიობები, უნდა იყვნენ მწერლები. შოუვარსკვლავები. მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ცხადია ყველას აბსოლუტურად, მაგრამ უნდა იყვნენ მწერლებიც და მომავალმა თაობამ უნდა გაიგოს, რომ ეს ძალიან დიდი ღირსებაა. წიგნიერება ძალიან დიდი ღირსებაა. შემიძლია თამამად თქვა, რომ ყველაზე დიდი ღირსებაა. იმიტომ რომ აქედან ძალიან ბევრი კარგი რამე იწყება. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია
ბავშვს მიეწოდოს, ანუ სიტყვიერი მარაგი, ლექსიკური მარაგი იყოს მდიდარი, იმიტომ რომ ადამიანი დღესდღეობით ფაქტობრივად ხო არც ტელევიზიების, თქვათ, გავლენის ქვეშ და ტელევიზიის ენა დღეს რომ უყუროთ, აი მასიურად ზოგადად რომ ავიღოთ, არის საკმაოდ მწირი. ანუ როგორ საუბრობენ ტელევიზიით, არა მარტო ჟურნალისტები, არამედ დაუშვათ თუნდაც პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩანან და ხარვეზებით. საკმაოდ მწირი ლექსიკური მარაგი, საკმაოდ. ვცდილობ ხოლმე გამოვიყენო ძალიან ესეთი სიტყვები და უთქვიათ ჩემს რომ აი დაუშვათ როგორ უნდა გაიგოს ბავშვმა ეს სიტყვა. სწორედაც მაგიტომ ვიყენებ ამ სიტყვას, რომ ბავშვმა იკითხოს და დღეს რომ თქვა ლექსი შეხვდა თუ თქვა ზღაპარში, მე მიხვდეს რომ ეს სიტყვა არის ქართულში და არ შეცვალოს ქართული სიტყვები. შეიძლება სკოლიოს გაკეთდეს და პატარა ლექსიკონიც დაეწოს, მე ვფიქრობ ეს აუცილებელი არის. მაგრამ მე აქ არ არის ლაპარაკი უცხო სიტყვებზე, არის ჩვეულებრივი სიტყვებზე, რომლებიც თანათან ხრება ქართული და მეტყველებიდან ხრება. მედიის ენა დღეს შეიძლება მედიის ენას, რომელიც ასე მძლავრად მოდის ჩვენ ცხოვრებაში, დაუპირისპიროთ სწორედ წიგნიერი ენა. და აი ამ წიგნიერ ენას ზოგადად ესე ჰუმბოლდტის მიდგომა იყო ასეთი, რომ აქვს ენერგეტიკული ღირებულება, ანუ ენა ცნობიერებასთან არის გაიგივებული, რასაც წაღან საუბრობდით თქვენ. და ძალიან რთულია, რომ ბალანსი დაიცვა. ერთი მხრივ აი ამ ენის ენერგეტიკული ფუნქციის შესრულებისას მწერალმა ალბათ და მეორე მხრივ რომ რაღაცნაირად ეს ენა არ იყოს მოწყვეტილი იმ ადამიანის ყოველდღიურობას, რომელსაც ის ენა თქვათ მწერლობის საშუალებით იყენებს, მაგალითად ბავშვს, რომელიც ლექსს სწავლობს, თქვათ ბავშვს, რომელიც თქვათ პროზაულ ტექსტს კითხულობს, ან სახელმძღვანელოში რაღაც ნაწარმოებს სწავლობს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი მაგალითად ჩემს ახლობელს ყავდა ბავშვი შეყვანილი და იქ ასწავლიდნენ თქვათ 5-6 წლის ბავშვებს გალაქტიონის ნიკორწმინდას. ხა შეიძლება ჩვენ ეს გავამართლოთ იმით, რომ მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკურობა აქვს ამ ლექსს, ის ლექსიკური ფონდია გამოყენებული, საოცარ პოეტური ხერხებია გამოყენებული, რომელიც ილექება მის ცნობიერებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მანკიერი ჩვევა ჩნდება ბავშვის მიერ, რომ არ ზუთხვას არ დაეჩვიოს ის იმისას, რაც მას რეალურად არ ესმის. იმ ესთეტიკის მიღებას, რაც მისთვის არ არის, ამ ასაკისთვის არ არის ბუნებრივი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ აი ბავშვის ესთეტიკას, ბავშვის აღქმას, იმ ცნობიერებას მოვარგოთ და რაღაცნაირად აი ბალანსი შენარჩუნდეს იმაში, რომ თან გადავცეთ ეს ენობრივი ფუნქცია უმდიდრესი, რაც ვაჟებ-შაველას და გალაქტიონის და რუსთველის ენას აქვს. მე მაგალითად სურვილი მაქვს, რომ ჩემს შვილს მუდმივად როგორც მუსიკა, სანამ პატარა ვუკითხავებ ხესტყაოსანი და ვაჟებ-შაველა, უბრალოდ რომ აი ეს რაღაცა ენერგეტიკა შემოვიდეს მასში. თუმცა აი არ არის სასურველი, რომ მაგალითად ზეპირად ვასწავლოთ ისეთი ლექსები, რაც მისთვის ჯერ გაუგებარი იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მახსენდება წმინდა მამათა მაგალითი. ესე იგი, სხვა შორის ძალიან კარგი ნიმუშები შეიძლება დავძებნოთ მათ შორის ისეთებისა, რომლებიც ძალიან ბევრს კითხულობდნენ. აი მაგალითად წმინდა ბასილი დიდზე, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული მამაა ეკლესიისა, ესეთ რამეს ამბობს ლიბანიოსი. ლიბანიოსი არ იყო ქრისტიანი, მაგრამ ცნობილი მეცნიერი იყო თავის ეპოქის მე-20 საუკუნის. ეს არის ჰომეროსი, ეს არის პლატონი, ეს არის არისტოტელე, ეს არის კაცი ყოვლის მცოდნე. ყოვლის მცოდნეს ამბობს იქ. ანა გავიხსენებდი მე აბა დოროთეს მაგალითს ესე. იგი წერს თვითონ რომ ესე იმდენად ბევრს კითხულობდა, რომ საერთოდ მავიწყდებოდაო ძილიც, მავიწყდებოდა ის რომ საზდელი მიმეღო. და კიდევ ერთი მაგალითია საინტერესო, ფოტიოს პატრიარქი, როდესაც გადაასახლეს, ფოტიოს პატრიარქი ნამდვილი ენციკლოპედიური განათლების მქონე ადამიანი იყო თავისი ეპოქის. ამას მოწმობს მისი თხზულებებით, იგივე ის ბიბლიოთეკა, სადაც მრავალი ავტორის თხზულების ანოტაცია აქვს თავმოყრილი და თვითონ ამ ავტორზე ცნობები. და როდესაც მას გადაასახლებენ, ჩამოართმევენ წიგნებს, წიგნების უფლებას არ მისცემენ და იმპერატორს წერს წერილს, რომ თქო დამცოთ ნება წიგნების ქონის. ანუ ის არ თხოვს არც განთავისუფლებას, არ დაბრუნებას, პატრიარქი იყო, ყოფილი პატრიარქია წარმოედგინეთ. ეხლა არც იმას რომ დამაბრუნეთ პატრიარქობა მინდა ის ითხოვს წიგნებს. ანუ ეს ძალიან ბევრ ამას მეტყველებს და აი როდესაც ჩვენ ესეთ ფაქტებს, ესეთ მაგალითებს წამოვწევთ, უკვე ესეც რაღაცნაირად გამოიწვევს იმას, მიმბაძველობას. აი სწორედ მაგას ვამბობდი, რომ მასობრივი კულტურა იმდენად ესე იგი მძლავრია, ხა მსოფლიოში დგას ეს პრობლემა, რომ
ის რაზეც ჩვენ საუბრობთ დღეს მაინც ელიტურ კულტურად ითვლება, იმიტომ რომ წიგნიერება მაინც არ არის მასობრივად შეიძლება წიგნიერება უნარების დონეზე, ვთქვათ, იყოს აქტუალური. თუმცა ის რომ აი წიგნების ხშირად კითხვა და ეს მაინც არ არის მასობრივი და მართალია ერთი მხრივ ის რომ ეს მხოლოდ ვთქვათ კომერციულ შემთხვევაში, კომერციული არხების, კომერციული საშუალებების შემთხვევაში ეს მათი ნება შეიძლება იყოს. თუმცა სახელმწიფოს შემთხვევაში ეს უშუალოდ მათი მოვალეობაა, რომ მაგალითად ბიბლიოთეკებმა ამოქმედონ ისეთი პროგრამები, რაც ძალიან ახლო მიიტანს, ვთქვათ, წიგნს მკითხველამდე. მაგალითად მე ვიცი რომ აი მუზეუმებმაც ასევე ვიცი რომ აი მაგალითად თეატრისა და კინოს მუზეუმის შესახებ მსმენია მქონდეთ ვორდსტები მათ ესეთი პროგრამა რომ თუ ადამიანი არ მიდის მუზეუმში, მუზეუმი უნდა მივიდეს ადამიანი. ანუ რაღაცა ესეთი ვთქვათ საინფორმაციო შეხვედრებით სკოლაში ატარებდნენ ამ საინფორმაციო შეხვედრებით. აი მსგავსი აქციებით უნდა ყველანაირად შევეცადოთ ჩვენ, მაგრამ დავაშოროთ ადამიანი წიგნიერებას, არამედ პირიქით უნდა მოვიდეთ, ან ჩვენ მოვიდნენ, ან ჩვენ მივიდეთ. აუცილებელია რაღაცის მოფიქრება. მარტო ტრადიციული მეთოდებით ვერაფერს ვერ გავხსენებთ და სიმართლესაც უნდა თვალი გაუსწროთ. მართალია, ბევრი წინააღმდეგია ამის და შეიძლება ჩვენც არ მოგწონდეს, მაგრამ სრულიად ჩემი აზრით აუცილებელია ადაპტირებული ლიტერატურის შექმნა, ანუ ცნობილი კლასიკის მოკლე შინაარსის ადაპტირებული შინაარსების გამოცემა, კომიქსების გამოცემა, იმიტომ რომ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც იმ დიდ წიგნს არასოდეს არ წაიკითხავს და ჯობია რომ მცირე მაინც იცოდეს, მოკლე შინაარსი მაინც იცოდეს ამისა, ან კომიქსით, თუნდაც კომიქსით გაეცნოს ამას, ვიდრე საერთოდ არაფერი არ იცოდეს. შესაძლებელია რაღაცა ლიტერატურულ ნაწარმოებზე, ქართულ ლიტერატურულ გმირებზე დაყნობით, რაღაცა ინტერნეტ თამაშები რო გაკეთდეს და რაღაცა ეს უფრო ახლო. იმიტომ ახლა რას თამაშობენ ჩვენ ბავშვები? ვიღაც სუპერმენები ყავთ, გმირებად, რომელიც დარბის იხოცავს. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი არის ესეთი თამაშები. აი მე მაგალითად საქართველოს ისტორიიდან შემიძლია მაგალითი მოვიყვანო არის პალიტრას აქვს თუ არ ვცდები გაკეთებული პალიტრის ინტერნეტ გვერდზე არის ეს და ასევე აქვს საგანმანათლებლობის და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა არის ბუკიჯი რომელზეც არის ძალიან აი ამას წინათ მე მქონდა მაგალითად ჩამოტვირთული ესე იგი თამაში არა უფრო სწორად ეს არის ასე ვთქვათ როგორ ვთქვათ ეს არა მოქმედებაზე გადატანა არამედ ინტელექტუალური თამაში არის აბოს წმინდა აბო თბილელის წამების შესახებ, ნაწარმოების შესახებ, გეკითხება კითხვებს და ნუ პასუხების გაცემით, ნუ იქ ვიზუალური მასალაც არის, დაჯგუფება უნდა მოხდეს, თქვათ, ფაქტის, ნაწერი ფაქტისა და ნახატისა და ასე აი საინტერესო ფორმით არის მოწყვეტილი. რაღაც ესეთი თამაშები შეიძლება გაკეთდეს სხვა ნაწარმოები, თქო, ქართულ ლიტერატურაზე მაგალითად და იქ იყოს კითხვა. და გარდა ამისა, მაგალითად, არსებობს დისკები გამოსული, აი გამოცემები, რომლებიც უშვებენ, თქვათ, ვაჟა ფშაველაძე, როცა შენ კარგი მსახიობია, ირაკლი ჩანაიშვილი გეკითხავს ჩემ ვედრებას იქ ამას აქვს თავისი ფოტო და ნახატებით გაფორმება, სიმღერებით გაფორმება და მთელი ვაჟას შემოქმედება გადატანილი არის დისკში, როცა აი ამას ყიდულობს ადამიანს შეუძლია გალაქტიონიც არის უკვე მე მგონი გაკეთებული. არის ელექტრონული გამოცემა. ანუ ელექტრონული წიგნებიც შეიძლება მეტი უნდა, რაც უფრო მეტ ნაწარმოებს გადავიტან ჩვენ ახლა ელექტრონული ვერსიები, რაც უფრო მეტი ნაწარმოებების გაჩნდება, უფრო უკეთესია რა. აი კლასიკის მათ შორის, იმიტომ რომ მაინც ინტერნეტთან ზის დღე და რო ეთქვი რომ თქვა აი მოდი ის კი არა, მოდი აბა ესეც ნახე, აი ნელა იქნებ რაღაც აი ამას მიეჩვენა. თავარია ჩვენ პრობლემებს თვალი გაუსწოროთ და აი ეს ადეკვატური გადაჭრის საშუალებები მოვძებნოთ. და არ ვთქვათ რომ პრობლემა არ არის, მაგალითად ძალიან ხშირად მომისმენ რომ უყვართ ბავშვებს რომ ხის ტყავსანი. აი შეიძლება არ იყოს ეს მართალი და ჩვენ ეს უნდა ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კი არ მუდამ კი არ ვჩიოდეთ იმის შესახებ რომ არ კითხულობს მომავალი თაობა არ კითხულობს. როდესაც კითხულობენ ან მათ რაიმე ინიციატივა მიმართულებით თუ ექნება აუცილებლად წავახალისოთ და პოზიტიურისკენ მივმართოთ რომ მათ გაუჩნდეთ мотиваცია რომ ეს მართლა აღიარებულია ეს კარგს უკავშირდება და არა ცუდს. რა ვერ სიტყვოდი მე ეს დავძენდი და ამით დავამთავრებდი რომ ჯემალ ქარჩხაძესთან მქონდა ინტერვიუ ადრე როცა ის ცოცხალე იყო მაშინ და იქ ჩვენ რამდენიმე შეკითხვები დავსვით და იქ ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა ენას. ენაზე იყო ლაპარაკი და ენასთან კავშირიო მიაგავსო ბუჩქნარსო რომლის იქით ტყე იწყებაო. აი ამ ბუჩქნარში როცა ხარ 300-მდე სიტყვას იყენებ შენ ცხოვრებაში მეც არ გამოიყენებ და
იქ ხარ და გონია რომ ენა შენ გემორჩილება. აი როცა იმ ტყეში გადახვალ უკვე და გაიგებ რომ ენის სიღრმეებია, იქ რაღაც სიტყვებია, დიალექტები ვახსენეთ წეგან, რაღაცა და მდიდარია და ეს თურმე რაღაც უღრანი ტყია და გამოუვალე ტყია, შენ ხვდები რომ ენა შენ კი არ გემორჩილება, შენ ემორჩილები ენას, ანუ შენ ცხოვრობ ენაში. აი ჯემალ ქარჩხაძემ ეს თქვა. ბავშვები არიან ყველაზე უკეთესი შემფასებლები, ბავშვები როგორც მკითხველები, იმიტომ რომ ბავშვი არის ძალიან გულწრფელი ხალასი და ის თქვა ყოველგვარ სიყალბეს, ხელოვნურობას ადვილად პოულობს, ადვილად აღმოაჩენს. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ზოგჯერ მაინც შევძლებთ და ბავშვის თვალით შევხედავთ გარემოს, ბავშვის თვალით დავინახავთ სამყაროს და უფრო ადვილად მივხვდებით რა უნდათ მათ და როგორ უნდა მივაწოდოთ. ჩვენი გადაცემა დასრულდა. ჩვენ შევახსენებთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ დღეს ჩვენ საუბრობდით წიგნიერების პრობლემებზე, წიგნის კითხვის კულტურაზე. ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონი მიხო მოსულიშვილი, ქალბატონი ქეთევა ნინიძე, ბატონი ვასო გულეური და ქალბატონი ნუცა დეკანოზიშვილი. გადაცემა ტრადიციულად მიყავდა დეკანოზ ზურაბ ცხოვრებაძე, საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის მოადგილეს. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.